მე მგონია რომ შინაარსის და თანმიმდევრული შინაარსის გარეშე დღეს პოლიტიკა ჩვენთან რაღაც იდეოლოგიური მართლმადიდის გარეშე ძალიან რთული არის და ეგეც უპასუხისმგებლობა ისე შესვლა რომ არ იცოდეს საერთოდ რა გინდა ჩვენ თავს მოვიაზრებთ უფრო და განვავშავებს მე მგონია ბევრი მოქმედი ძალისგან რომ მოვიაზრებთ თავს რომ ჩვენი იდეაში პრიორიტეტული მიმართულებები არის დაბალი გადასახადები, დეცენტრალიზაცია, ძლიერი თავდაცვა, რაც უფრო მარჯვნივ არის სპექტრულად, ასევე არის რომ ჩვენ გვინდა ევროპული, მაგრამ რაც მთავარია, მას შეიძლება ვიმეორებთ ხოლმე, ეროვნული ქვეყნის შექმნა, ანუ კონსერვატიული ელფერიც გვაქვს და ამაზე კი, ეგეც მარჯვნივ არის, კი ბატონო, ნუ ხო არსებობს მემარცხე, თუმცა ხო ჩვენი ეკონომიკურად და სოციალურად მარჯვნივ არის უფრო. იმიტომ რომ გონია რომ კონსერვატიზმი და ეროვნულობა, ეროვნული იდენტობის დაცვა, ტრადიციების დაცვა, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და ძალიან ბევრი ჩემს გარშემო მყოფი ადამიანისთვის და მე მგონია ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოს ზოგადად მნიშვნელოვანი არის და არ უნდა მივცეთ საშუალება პრორუსულ ძალებს, როგორც არის ქართული ოცნება, როგორც არის იგივე ალტინფო, რომ ეს თემები წაიღონ და მიისაკუთრონ. ანუ ეგ უნდა აუხსნათ ძალიან კარგად და ამას ხსნით უკვე ძალიან კარგად, რომ მამული ენა სარწმუნოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რუსეთისგან უნდა დავიცვათ ის, რომელსაც სათითაოდ გვართმევდა რუსეთი, მამულსაც ენასაც და სარწმუნოებასაც. და იმას ვერ გაიცავს თუნდაც ოცნება და თუნდაც ის პრორუსული ძალები, ვინც ცდილობენ რომ გაძლიერდნენ საქართველოში და კონსერვატიზმი მიისაკუთრონ. ამიტომ ეროვნული